საქართველოში გავყიდი 100 და მთელ სოფლიოში გავყიდი მილიონობით. ეს ქარხანა მარტო არ ემსახურება საქართველოს, ეს იყიდება მთელ სოფლიოში. დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით ჩვენ ეს გავაკეთოთ. თქვენ იმიტომ ღებულობთ ამ ცოდნას, მე თუ არ მომისმინეს, თქვენ უნდა დააყენოთ ეს საკითხი, ხო? თქვენ უნდა დააყენოთ და თქვათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ბატონო გელა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ინფორმაციული. დღევანდელი შეხვედრა ინტერაქციულად წარიმართა, ჩვენს წევრებს ჰქონდათ კითხვის დასმის უფლება და ვფიქრობ, ყველა მამოწურავი პასუხი მიიღო. ჩვენთვის მართლა დიდი პატივია ჩვენი სესიაც იხურება და თქვენისთანაც წარმატებულ ბიზნესმენს როცა შევხვდებით და მივიღებთ ცოდნას უშუალოდ ლაივ რეჟიმში და მართლაც ჩვენ საომალოდაც შეგვიძლია დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, სადაც უფრო დიდი აუდიტორიაც გაიგებს ამის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები არიან საზღვარგარეთაც და ძალიან დიდი ინტერესით უცდიან, თუნდაც დღევანდელი ვიდეო რაც ჩაიწერა, როცა ეს გამოქვეყნდება და მართლაც მადლობა შემიძლია გითხრათ მხოლოდ ჩვენი სახელით. პირიქით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ერთი რაღაცა გთხოვოთ. უფრო მეტი შევხვდეთ ერთმანეთს და უფრო დავილაპარაკოთ და დამიჯერეთ. მე გეტყვით 5 პროექტს. ხვალინდელს არა, დღევანდელს და თქვენთან ერთად 5-ვეს გამახორციელებთ. ჩვენ სახელმწიფო თქვენ დაგიჯერებთ, თქვენ სტუდენტები ხართ, ახალგაზრდები ხართ და თქვენ დაგიჯერებთ. მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ პირველი რასაც თქვენთან ერთად გავაკეთებ და ეს 3 თვეში იქნება. ზუსტად რომ ვიტყვით და კის ნებართვას რომ მოგცემენ, 3 თვეში მე თქვენთან ერთად ნატახტარში ადგილი გვაქვს, აი ამ მოტოციკლეტს ერთად დავაწყობთ. აი ეს არის დღეს ყველაზე კარგი ელექტრომოტოციკლეტი, 700 კილოიანი, ტონიანი, ტონა 200, რომელიც თქვათ რაღაცა კილომეტრ ზუსტად არ მახსოვს გადის და მეორე ეს. აი ეს რო ჩვენ საქართველოში ჩვენი საკუთარი ქარხანა გქონდეს, ჩათვალეთ სოფლის მეურნეობა, ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს. მოდი, რადგან თქვენ სურვილი გამოთქვით ჩემთან შეხვედრეს, მეორე შეხვედრაზე პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ვთხოვოთ, რომ აი ეს გაგვაკეთებიოს, მათი არაფერი არ გვინდა და ხელი არ შეგვიშალოს. მადლობა ბატონო. დიდ მადლობას გიხდით. აი მართლა დიდ მადლობას გიხდით და სტიმული მომეცით ჩემი დარჩენილი ცხოვრება, რომ თქვათ, რომ აი ამ გოგო ბიჭებთან ერთად მე მომეცა საშუალება, რომ რაღაცა ისეთი გავაკეთეთ საქართველოში, რომ ვერავის ან არ გააკეთებიეს, ან ვერ გააკეთა და ეს პირველი იქნება ეს მოტოციკლეტი და აი ამ ავტომობილზე მე ვისაუბროთ.